რაელის ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, რომელსაც დონალდ ტრამპმა შეშლილი რადიკალების დაჯგუფება უწოდა. USAID-ის შესაძლოა გაუქმდეს ორგანიზაცია, რომელიც ყოველ წელს მილიარდობით დოლარს ანაწილებს მთელ მსოფლიოში დაარსებიდან 64 წლის შემდეგ ამერიკული სპეცსამსახურების გამოძიების ობიექტი ხდება. თავდაცვა, დიპლომატია, განვითარება, პენტაგონი, სახელმწიფო დეპარტამენტი და USAID. ამერიკის რბილი ძალის სამი კომპონენტიდან ერთი თამაშგარე რჩება. გამოსაკვლევია, რაში იხარჯებოდა რეალურად ამერიკელი გადამხდელების ფული. ილონ მასკი, რომელმაც USAID-ის სიკვდილი მოითხოვა, აცხადებს, რომ პრეზიდენტის სააგენტოს გაუქმებას დასთანხმდა. USAID-ის წინააღმდეგ მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტმა პირველი რაუნდი უკვე მოიგო. ამერიკის საერთაშორისო სააგენტოს საიტი გათიშულია მმართველი ორგანო კი, რომელსაც ილონ მასკმა მარქსისტი კრიმინალების ბუდე უწოდა, დათხოვილი SpaceX-ის დამფუძნებელმა USAID-ს ჭიების გორგალიც დაარქვა და სოციალურ ქსელში გააზიარა მაიკ ბენსის პოსტი, სადაც თაღლითურ სქემებში USAID-ის როლზეა საუბარი. ვიდეოში მოხვდა თბილისში გამართული საპროტესტო აქციების კადრებიც. ამასთან მასკი სამიზნეა დემოკრატიის ეროვნული ფონდიც, იგივე ნედი, რომელსაც ასევე არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ყავს დაფინანსებული საქართველოში. იმას, რაზეც ბოლო რამდენიმე წელია საუბრობს თბილისი, ახლა უფრო მძიმე ფორმებით გამოხატავენ ვაშინგტონში. კრიმინალური ორგანიზაცია, ბოროტება, რადიკალი მემარცხენე მარქსისტი კრიმინალების ბუდე. ილონ მასკმა USAID-ის გაუქმება მოითხოვა. 10-მდე სტატუსი ამერიკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა საკუთარ პლატფორმა X-ზე ერთ დღეში დაწერა. მასკის კრიტიკა დაიმსახურა ამერიკის დემოკრატიის ეროვნულმა ფონდმაც, რომელსაც თაღლითობა და კორუფციით გაჟღენთილი უწოდა. პარალელურად მასკმა სოციალური ქსელის მომხმარებლებს მოუწოდა ჩამოთვალონ ყველა ის ბოროტება, რაც ნედმა ჩაიდინა. ილონ მასკმა გააზიარა მაიკ ბენსის პოსტიც, სადაც ის USAID-ის პოლიტიკური კონტროლის როლზე საუბრობს და თან ურთავს ვიდეოს, სადაც თბილისში გამართული აქციების კადრებიც მოხვდა. თუ გაქვს ჭიანი ვაშლი, შეგიძლია ჭიის ამოღება. თუ გაქვს ჭიების მთელი გორგალი, უიმედო მდგომარეობაა. USAID ჭიების გორგალია. USAID იყო რადიკალი მემარცხენე მარქსისტი კრიმინალების ბუდე, რომლებსაც ზულთ ამერიკა. USAID არის კრიმინალური ორგანიზაცია, დროა რომ მოკვდეს. ხისტი იყო ამერიკის 47-მე პრეზიდენტის განცხადებაც USAID-ზე. თქვა, რომ მას რადიკალი შეშლილების ჯგუფი მართავდა. ტრამპს მედიასთან USAID-ის დახურვაზე ჯერ არაფერი განუცხადებია, თუმცა განმარტა, რომ სააგენტოს მომავალი გადახედვის პროცესშია. USAID რადიკალური გიჟების ჯგუფის მიერ იმართებოდა. ჩვენ მათ გავყრით. USAID რადიკალი გიჟების მართული იყო. როდესაც მათ დავითხოვთ, შემდგომ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და თავად ტრამპის განცხადებები მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებისთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ ის, რაზეც ახლა უკვე ტრამპიც ღიად ლაპარაკობს, წლებია საუბრობს საქართველოს ხელისუფლება. დამაიმედებელი არის ის მათ შორის ტემპი, ის სიცხადე, ის პირდაპირობა, რომელსაც ჩვენ ხედავთ ახლა უცხოურ დახმარებასთან დაკავშირებით პოლიტიკის გადახედვის მხრივ. ამავე დროს და მე იმედი მაქვს, რომ ის მოწოდება, რომელიც მე მანამდეც მქონდა, რომ გარდა გამჭვირვალობისა მე ვისურვებდი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისმა უწყებამ გამოიძიოს USAID-ის ჩართულობა 20 წლის პაროდაცვის შედეგების, ყალბის შედეგების გავრცელების საკითხში გამოიძიოს და დაადგინოს, რასთან მქონდა საქმე, რა განზრახვები იყო ამის უკან, როდესაც აი ამ ყალბი პივიტით ცდილობდნენ ქვეყნის აყირავებას. ეთანხმება თუ არა ოპოზიცია დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის პოზიციას USAID-თან დაკავშირებით. საკითხზე ხელისუფლების ოპონენტებს საუბარი არ სურთ. ამბობენ, რომ ამერიკის შიდა პოლიტიკურ საქმეებში არ ერევიან, თუმცა იმედი აქვთ, რომ USAID საქართველოში პროექტების დაფინანსებას ისევ შეძლებს. ის თუ რა პოლიტიკას აწარმოებს ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკაში ბიუჯეტის გადამხდელის სახსრების განაწილებასთან დაკავშირებით, ეს არის ამერიკის შიდა პოლიტიკის საქმე. შესაბამისად, ეს ვერ იქნება ისეთი თემა, რომელზეც ჩვენ შეიძლება გაგვაჩნდეს პოზიცია. არავითარი კავშირი, არავითარ დაფინანსებას ერთი მხრივ და ამ აქციებს შორის არ არის აბსოლუტურად. 3 თვის განმავლობაში მოხდება USAID-ის სხვა ქვეყნებში პროექტების გადახდა და დაულოდოთ ნახოთ. მასკის ტვიტზე თუ ფიქრობენ, რომ შიდა პოლიტიკას დაალაგებს ოცნება, ნუ ძალიან ასოციაციურია. მასკი არ არის პოლიტიკოსი.
ოპოზიციისთვის პოლიტიკაში უავტორიტეტოდ მიჩნეულ ილონ მასკს დიდი გავლენა აქვს და მის სოციალურ ქსელში დაწერილ განცხადებებს დონალდ ტრამპის თანხმობა რამდენიმე საათშივე მოჰყვა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით ამერიკის პრეზიდენტი USAID-ის დახურვას დასთანხმდა. სპეციალურ მისიებში შტატების პრეზიდენტის წარმომადგენელი კი მიიჩნევს, რომ USAID-ის საქმიანობა გამოძიების ფედერალურმა ბიურომ უნდა შეისწავლოს, რადგან რიჩარდ გრენელის თქმით, ის რადიკალურ პროგრამებს აფინანსებდა. USAID-ის მიერ სწორედ რადიკალური პროექტების დაფინანსებაზე მიუთითებდა სახელისუფლებო პარტია რამდენიმე წლის განმავლობაში. ქართულ ოცნებაში დღეს გაიხსენეს გამჭვირვალობის შესახებ კანონიც, რომლის მიღებას მათი ოპონენტები და არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ. ის რასაც დღეს ტრამპის ახალი ადმინისტრაცია მისი კოლეგები საუბრობენ, მათ შორის USAID-თან დაკავშირებით, ყოველგვარ მოტივებს აჭარბებს იმ გაგებით, რომ ფაქტია, როგორც ჩანს, პირველადი მოკვლევა, რაც მათ ჩაატარეს, ეს მხოლოდ პირველადი მოკვლევა, პირველადი მოკვლევით ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ ეს თანხა ნამდვილად იხარჯებოდა ისეთ პროცესებში, როგორც არის მაგალითად არჩევნების ამოხილვა, მართლმსაჯულების მოშლა, ინსტიტუტების სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევა და ასე შემდეგ. ჩვენ როდესაც პირველად გამჭვირვალობის კანონზე დავიწყეთ საუბარი და დაინიცირდა უმრავლესობის რიგებიდან. მაშინ ზეწოლის, როგორც გარე, ასევე ჩვენი ოპოზიციის მხრიდან შანტაჟის და ზეწოლის რა მასშტაბი იყო, ალბათ ძალიან კარგად გახსოვთ. ის კი არა, პირველ წელს ვერც კი შევძელით ჩვენ ამის გატანა. დღეს თავად ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერები პირველი პირი პრეზიდენტი ტრამპიც ლაპარაკობს იმ დიდ ბოროტებაზე, რომელიც USAID-ის ნედის მხრიდან მოდიოდა. და მასკის მიერ გავრცელებულ ვიდეო კოლაჟში ჩანს საქართველოს მოვლენებიც, რაც პირდაპირ მტკიცებულება ჩვენ რაც არ გვილაპარაკია, ისიც კი თავად ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ეს ინფორმაციაც კი ამერიკის შეერთებული შტატებიდან წამოვიდა. გვესმის განცხადებები იმის შესახებ, თუ როგორი კორუფცია, როგორი მავნებლობა მოდიოდა ამერიკელი ხალხის ფინანსებიდან. ამერიკის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციებიდან, რაც საერთოდ არ იყო ამერიკელი ხალხის ნება. ილონ მასკმა მწვავე ბრალდებების პარალელურად USAID-ის სააგენტოს საკუთარ სოციალურ ქსელ X-ზე გვერდი დაუბლოკა. მეორე დღეა გათიშულია საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდიც. ამერიკაში ბიუროკრატიასთან ბრძოლა დაიწყო. დონალდ ტრამპმა პირველ ეტაპზე ყველა საგარეო დახმარება 90 დღით შეაჩერა.